1000 დღე გავიდა 7 ოქტომბრიდან ამდენი ტკივილი ამდენი ადამიანისთვის. როგორ გრძნობთ თავს დღეს? დიახ, ჩვენ ისრაელინე თავს ძალიან ლიან. სევდიანად, ძალიან უსიამოვნოთ და იცით ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა და როგორც მე ვამბობ, როგორც ხალხი ამბობს, როგორც იოხას კორესპონდენტმა თქვა წინა რეპორტაჟში, ფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიწყია აღდგენის პროცესი. რადგან ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ჯარისკაცები ბევრ ადგილას და ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც არ დაბრუნებულან თავიანთ სახლებში, დასავლეთ ნეგევში და ეს ძალიან რთულია. მართლა ძალიან რთული სიტუაცია. თქვენ როგორც IDU-ში 710-ის თანადამფუძნებელი მოგვიყევით, რა ტიპის საქმიანობაში ხართ ჩართული და რა შეხედულებებს შეგიძლიათ გაგვიზიაროთ იმაზე თუ როგორ გლოვობენ, ტირიან და ჯერ კიდევ ამუშავებენ ისრაელები იმ ბოროტების მასშტაბს, რაც იმ დღეს მოხდა? მაშასე შეიძლება რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ადუთ 710-ზე. ადუთ ებრაულად ნიშნავს მოწმობას და ის დაარსდა ხოცვა-ჟლეთის 2 დღის შემდეგ დოკუმენტალისტების ჯგუფისა და სხვადასხვა პროფესიისა და დისციპლინის ადამიანების მიერ. იმისთვის რომ ყველა ადამიანს, ვინც დასავლეთ ნეგევში იყო, 7 ოქტომბერს ქონოდა შესაძლებლობა მოეცათ მისთვის შესაძლებლობა რომ თავისი ისტორია უამბოს ყოველგვარი ისტორიების იერარქიის გარეშე. ყოველი ისტორია მნიშვნელოვანია, რათა შეიქმნას ამ მოვლენის ვიდეო მოწმობების დიდი არქივი და დავრწმუნდეთ, რომ ეს ისტორია არასოდეს დაივიწყება. დღემდე ჩვენ შევძელით დაახლოებით 70,000 ადამიანიდან, ვინც იმ დღეს იქ იყო, 2000-ზე მეტი მოწმობის ჩაწერა. და ჩვენ სპეციალურ ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ 14,000-ზე მეტი მოწმობა, როგორც სრული, ასევე შემოკლებული ვერსიით. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვმუშაობთ თემებთან. ვერ ვიტყვი რომ არსებობს ისრაელები, რადგან თითოეული ადამიანი განსხვავებულად გრძნობს, თითოეული ისტორია განსხვავებულია და თითოეული თემი განსხვავებულია. ზოგი ადამიანი ჯერ კიდევ ღრმა მწუხარებაშია და ამ მოვლენების გადამუშავების პროცესში იმყოფება. ყოველთვე ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც პირველად აძლევენ ჩვენებას და ამ მოვლენაზე არასდროს უსაუბრიათ, არც კი თავიანთ ახლობლებთან. მეორე მხრივ კი არიან ადამიანები, რომლებიც სურთ წინ წასვლა, ცხოვრების გაგრძელება, გამოჯამრთელება და თავიანთი თემების აღდგენა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ არსებობს ერთი სახის გადამუშავება. ვფიქრობ, ეს ძალიან ინდივიდუალურია. თითოეული ადამიანი თავისი ტემპით გადის გლოვის, გამოჯამრთელების პროცესს, იმედია, ასევე ძალიან ბევრ განძლეობის ისტორიასაც ისმენ. საზოგადოება ამ ყველაფერს ერთად გადის. მოკლედ გითხარით რამე, რაც თქვენთვის განსაკუთრებული იყო, როცა საზოგადოება ერთად შეიკრიბა და ამ ძალიან რთულ დროს ამ დაუჯერებელი სირთულეების დაძლევას შეეცადა. ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ ყველა საზოგადოება ცოტათი განსხვავებულია, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ისტორია არის ბეერშევას, კიბუც ბეერშევას ისტორია, რომელსაც ყველა ვიცნობთ, რომლებმაც უკვე 23 ნოემბერს მიგვიწვიეს, რომ საზოგადოების ჩვენებები აგვეღო. და 23 ნოემბერს მოვლენიდან ნაკლებად ვიდრე 1 თვის შემდეგ, ჩვენ ერთ თვეში 180-ზე მეტი ჩვენება ავიღეთ საზოგადოებისგან. და ეს მართლაც საოცარი ისტორია იყო, რომელიც ახლა 2 წლის შემდეგ, რაც ეს ჩვენებები კიბუცში ინახებოდა, ჩვენ ვიწყებთ მათ მიღებას და ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებას. და ახლა კიდევ ერთი ისტორია, რა თქმა უნდა, არის თემების ადგილობრივი ჯგუფები. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროექტი, რომელსაც უწოდებთ სამოქალაქო ომში, რომელიც ეხმარება თემებს, რომ მოყვნენ თემის ისტორია, თემის ჩვენება, თემის შესახებ. და ამ შემთხვევაში სამოქალაქო პირები წამოიჭრნენ და გარეთ გავიდნენ, რათა ებრძოლათ და გადაერჩინათ თემები, რაც მართლაც საოცარი სიმამაცის ისტორიებია. მაგრამ მეორე მხრივ ისინი ამბობენ, რომ ასევე მათი ცოლები, რომლებიც სახლში დარჩნენ, იყვნენ მამაცი ადამიანები. ასე რომ ეს არის ინდივიდებისა და თემების განძლეობის სხვადასხვა სახეობა, რომელსაც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენებების კოლექციაში. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ამას ყველაფერს აფიქსირებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიები მომავალ ათწლეულებსა და თაობებს გადაეცეს.
ითაი კანტორი პარდეს ჰანადან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. რანდაუნში ერთი მოკლე დიახ. ერთი მოკლე წინადადება. მოკლედ, ჩვენ ახლა მუშაობთ ებრაული უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარული ცენტრთან ერთად, შევქმნით ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული არქივი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემს საშუალებას დაუსვას ნებისმიერი კითხვა ამ უზარმაზარი ჩვენებების კოლექციის შესახებ. ასევე ვგეგმავთ, რომ მომავალ ოქტომბერში გვექნება ავტომატური გაკვეთილების დამგეგმავები განათლებისთვის. საოცარი მუშაობაა კოლჰაკავოდ, როგორც ჩვენ ვამბობთ ამ მხარეში. იტაი კანტორი, იყავით კარდად, პირდაპირ ეთერში პარდეს ჰანადან, დიდი მადლობა.